Light years ahead, you and me gon' be getting down on a space bed. We gon' get married in June. Gonna be getting down on the moon. Light years interplanetary bomb. Gonna get down. Star Wars in a planetary bomb. Still getting down. Music won't have no. დავიწყოთ შემდეგი გაჩერება ლას-ვეგასი, ქალაქი, რომელიც აზარტული თამაშების მსოფლიო დედაქალაქად ითვლება. ბევრი კარგად იცნობს ამ ქალაქს, მხატვრული ფილმებიდან, დოკუმენტური ნამუშევრებიდან, სხვადასხვა ადამიანების მონათხრობებიდან. და მაინც ყოველთვის ჯობია საკუთარი თვალით ნახო ის, რასაც უკვე იცნობ. ეს ბელაჯოს შესასვლელი. ბელაჯოს ლობია იმ ძალიან ცნობილი სასტუმროსი, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმროდ ითვლება რა თვალსაზრისით. თავის დროზე, როდესაც ბელაჯო გაიხსნა, ინვესტიციის სახით 1.8 თუ 7 მილიარდი დოლარი ჩადეს. 90-იან წლებში წარმოიდგინეთ ამ თანხის მსყიდველობითი უნარი დღეს რამდენჯერ უფრო დიდი არის. ბელაჯოს ლობი. სადაც ადამიანები დილიდან, დილის 6-ს ვიყავი აქ, უკვე ფსონებს აკეთებენ. ეს უკვე სათამაშო მაგიდებია, ბლეკჯეკი, პოკერი. ნელ-ნელა უახლოვდებით ლობის. სხვათა შორის ბელაჯო იმითაც გამოირჩევა, რომ აქ ყველაზე დიდი შადრევანია შოკოლადის, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოტანიკური ბაღი ლობიში და თავად ბელაჯოს შადრევანი, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ შადრევნად ითვლება. მით უმეტეს ლას-ვეგასში ძალიან ბევრი რეპროდუქცია. მე წავალთ ლას-ვეგასის ვენეციაში, ვინახულეთ ლას-ვეგასის საფრანგეთს. და მოვინახულებ ყველაფერს საინტერესოს, რაც ლას-ვეგასთან არის დაკავშირებული. ახლა 3 საათია და კაზინო უკვე ივსება. ან სამორინე, ქართულად სამორინეა. აპარატები, სადაც მინიმალური ფსონი $50 იწყება და მაგიდებზე ხო საუბარი ზედმეტია. მით უმეტეს აქ არის ვიპების ჰოლი თალკე და სუპერ ვიპების. შესაბამისად დონის მატებასთან ერთად ფსონების რაოდენობაც იზრდება. უახლოვდებით ბელაჯოს ლობის. ზოგადად ლას-ვეგასი ისეთი ადგილია, სადაც აბსოლუტურად ყველა ადამიანი იპოვის თავის გასართობს. $1000 გაქვს ერთი ღამისთვის გამოყოფილი 10,000 თუ 1 მილიონი. ამ ქალაქში მაინც კარგად გაერთოვი. რა თქმა უნდა, ხარისხში სხვაობა მაინც იქნება. სხვათა შორის ბელაჯო ის ადგილია, სხვათა შორის კი არა, მაგით უნდა დამეწყო, სადაც ოუშენის 11 მეგობარია გადაღებული და ოუშენის 13 მეგობრის ძალიან ბევრი სცენა. ეს ცნობილი ბოტანიკური ჰოლი, ირგვლივ ყველაზე ცნობილი ბრენდების მაღაზიებია, შანელი, კარტიე, ჰერმესი.
მაგარი ფოტოებს იღებს, ამ კატეგორიაში არ ვარ. მეზარება ასეთ ადგილებში ფოტოების გადაღება. უფრო მეტად Rolex-ის მაღაზია მაინტერესებს, მაგრამ მე შემოვალ. ხო, ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე ნაწილი, ყველაზე მაგარი ადგილი და ყველაზე ლამაზი ნაწილი ბელაჯოსი აი ეს მონაკვეთი. რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობ Ocean-ის 11 მეგობრიდან. სხვაჩვენს Ocean-ის 14 მეგობარს იღებენ უკვე, უბრალოდ ბიუჯეტი დაამტკიცეს და 2026 წელს დაიწყება უკვე ძირითადი სამუშაოები. ეს ის ადგილია, სადაც Ocean-ის ძალიან ბევრი სცენაა გადაღებული. გამ ძალიან ლამაზი ჰოლით გავდივართ ბელაჯოს შადრევნით. Las-Vegas ისეთი ქალაქია, სადაც არ ვიცი, რამდენი ფული უნდა გქონდეს, რომ გეყოს. თავისუფლად შეიძლება აქ 15 წუთში $100,000 დახარჯვა. ისე როგორც არაფერია, მაგალითად ერთ-ერთ მაღაზიაში ყოფნისას Sugar Daddy-მ თავის გოგოს ალბათ 40 წლით უმცროსი იქნებოდა ის გოგო. $48,000 უყიდა ჩანთა. მაინც და მაინც მაყოფილი ის გოგო არ ჩანდა. მოკლედ ეს არის wedding hall-ი, ქორწილების ცერემონიისთვის განკუთვნილი სივრცე, ბელაჯოსი. არ მინდა რომ ზოგადად ჩვენ დღევანდელი ეპიზოდი სასტუმროების reviews დაემსგავსოს და ანალიზს. უბრალოდ ძალიან მინდოდა ჩვენ დღევანდელი ეს ჩართვა ამეწყო ბელაჯოს ხსენებით, იმიტომ რომ ისეთივე განუყოფელი ნაწილი ამ ქალაქის ბელაჯო, როგორც რომისთვის კოლიზეუმი, პარიზისთვის ეიფელის კოშკი. ბელაჯოს აუზი. ბელაჯოზე მალე მორჩები საუბარს, მაგრამ ის რაზეც აუცილებლად მინდოდა ყურადღების გამახვილება, იყო ბელაჯოს მოგება ყოველწლიური. მისი სუფთა მოგება დაახლოებით $9 მილიარდია, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. და მიუხედავად ამისა, მაინც მთავარი შემოსავალი, ყველაზე დიდი შემოსავალი ამ სასტუმროს მოუტანა ჰოლივუდში გამოჩენა. Ocean-ის 11-მა და 13-მა მეგობარმა. სხვა შორის Ocean-ის 13 მეგობარში გააქვთ ეს ფილმი ნანახი და ალბათ უმეტესობას ნანახი გაქვთ. Willy Banks, ანუ Al Pacino-ს სასტუმრო, სახელწოდებით Banky არის მოქმედებების მთავარი სცენა, სადაც იგეგმება და პრინციპში ხორციელდება ის ძალიან მაგარი ძარცვა. ეს სასტუმრო არ არსებობს. უბრალოდ გრაფიკული გამოსახულებაა და მეტი არაფერი.
აქედან ძალიან ახლოს ის ცნობილი მუზეუმია ასევე, პიკასოს მუზეუმი, რომელსაც უწოდებენ, ამ სასტუმროს მფლობელი ბენედიქტი იგივე ენდი გარსია ჩნდება ხოლმე ხშირად ჯულია რობერტსთან ერთად თავის პირველ ნაწილში ამ ტრილოგიის და ბელაჯო მართლაც ისეთი ადგილია რომელიც პირდაპირ შეესაბამება ამ პერსონაჟის ენდი გარსიას სიტყვებს ეს არის ადგილი სადაც მუდამ თვალს გადავნებენ და მე ყოველთვის ვიცი რა ხდება ჩემს სასტუმროში იმიტომ რომ ყველგან კამერები ახლა კამერები არ გაგუკვირდება მაგრამ მაინც ბელაჯო ჩემი აზრით საუკეთესო სასტუმროა და ნამდვილი ლენდმარკი ლას-ვეგასის თუმცა გვერდზე არის სეზარ პალასთან ერთად თქვენ შეგიძლიათ დატკბეთ ფლამინგოთი რომელიც სხვა შორის 1946 წელს იხსნება და როდესაც ლას-ვეგასის დაფუძნებაზე ვსაუბრობთ და ამ ქალაქის ისტორიაზე უნდა ვახსენოთ იტალიური მაფიის წვლილი ვინ და იტალიელები იყვნენ წარმოშობით იტალიელი ამერიკელები ლანსკი და ბაქსისიგელი თუ არ ვთქვი სიგალი ინიციატორები ლას-ვეგასის აღორძინებისა და 1946 წელს გახსნილი ფლამინგო სწორედ აი ამ ინვესტიციის შედეგი იყო. სწორედ მათ დაინახეს პირველებმა ის პოტენციალი, რომელიც აქ ნევადას უდაბნოში იყო. უპირველეს ყოვლისა, რომ საგადასახადო სისტემა აბსოლუტურად სხვა პრინციპებით მოქმედებდა და თითქმის არ იბეგრებოდა აქ თანხები, საშემოსავლო და ამასთან ერთად ძალიან მარტივი იყო. მაშინ იმ თანხების, იმ არალეგალური თანხების გათეთრება, რომელსაც ბლომად ფლობდა მაშინდელი იტალიური მაფია ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით, ხოლო 1980-იან წლებში მოახერხა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ ფედერალურ დონეზე ლას-ვეგასის მთლიანად გაწმენდა მაფიისაგან. მაშინ როდესაც 10 წლეულების განმავლობაში მიმდინარე გამოძიებებმა დაადგინა კონკრეტულად ის კვალი და ის სქემები, რომლითაც ფინანსდებოდა ლას-ვეგასში არსებული სასტუმროები იტალიური მაფიის არხებით. ახლა მინდა გავიდეთ ბელაჯოს გარე ტერიტორიაზე, დაგანახოთ მისი ხედი და გადავინაცვლოთ ლას-ვეგასის ფრანგულ ნაწილში, ძალიან კარგად ილუსტრირებულ და გაფორმებულ სივრცეში. ვინც მოწყვლადები ხართ აზარტულ თამაშებთან მიმართებაში, ლას-ვეგასი მაინც და მაინც კარგი ადგილი არ არის სტუმრობისთვის, იმიტომ რომ ყველაფერი მორგებულია სამორინეების ბიზნესს და ყველაფრით ცდილობენ რომ საბოლოო ჯამში შენი ბოლო გაჩერება სათამაშო მაგიდა ან სათამაშო ავტომატი იყოს. როგორც გითხარით, ეს ჰოლია არ არის კაზინოს შემოსავლის მთავარი წყარო, იმიტომ რომ ზონების ძალიან მნიშვნელოვანი წილი და ყველაზე მშუხე პრინციპში VIP და super VIP ჰოლებში ხდება, სადაც ადამიანები მილიონობით დოლარს იგებენ და აგებენ. ჩემ უკან ბელაჯოს ფასადია. გარედანაც ძალიან მასშტაბურად გამოიყურება. არანაკლებ მასშტაბურია ლას-ვეგასის ეიფელის კოშკიც, რომელიც ლე კასინოს მთავარი ელემენტია და ლენდმარკი. შევიდეთ ლე კასინოში, რომელიც ფრანგულ მოტივებზე აწყობილი სამორინეა. სხვაჩვენს ძალიან ლამაზია შიგნიდან, პატარა საფრანგეთის შექმნა იყო ამ კონცეფციის ავტორის მიზანი და ეს საკმაოდ კარგად მოახერხეს. ერთად დავათვალიერეთ. მაღაზიები, კაფეები. სათამაშო სივრცე. ოდნავ იქით იტალიური ლას-ვეგასია, იქაც წავალთ. ჩემი აზრით ის სივრცე უფრო მეტად ლამაზია, იმიტომ რომ ვენეციის მოტივები, გონდოლები, ხელოვნური არხები განსაკუთრებულ ეფექტს ძენს იმ სავაჭრო ცირკს.
ადამიანები ფსონებს დებენ ყველაფერზე. კიდევ ერთი sugar daddy თავის დედრთან ერთად. ვინც ხარ საფრანგეთში დამყოფი. ძალიან ბევრ მსგავს ელემენტს დაიჭერთ ამ ხელოვნურ არქიტექტურაში. ხო, ამბობ იმას, რომ ადამიანები ყველაფერზე აკეთებენ ფსონს. ტრადიციული აზარტული თამაშებით დაწყებული, ეგრეთ წოდებული ხელოვნური შეჯიბრებებით გაგრძელებული, ანუ რას გულისხმობ? ბევრგან სათამაშოების დოღი შემხდა, სადაც სათამაშო ცხენები დარბიან წრეზე და მოთამაშეები ფსონსდებენ, რომელიც ცხენიმეა ფინიშზე პირველი. ესეც Gran Canal Shoppers-ი, სავაჭრო ცენტრი, რომელიც ვენეციური მოტივებით არის მოწყობილი. San Marcos მოედნის რეპროდუქცია, გონდოლები, არხები, რომელთა მეშვეობითაც შეგიძლიათ შოპინგ ტური მოიწყოთ. და მეორე შესასვლელი კი აქ არის. საიდანაც დაახლოებით 9 საათიანი მოგზაურობა იწყება ამ არხის ირგვლივ. ესეც ლას-ვეგასის ვენეციაა. ეგრეთ წოდებული იტალიური ლას-ვეგასის სავაჭრო ცენტრი, რომელზეც გიყვებოდით, სადაც აი ესე გონდოლებით შეგიძლიათ გაისეირნოთ და იშოპინგოთ. საკმაოდ დიდი კომპლექსია და ძალიან ლამაზია. ძალიან ლამაზი დეკორაციებია იტალიის სტილში, ვენეციის მოტივებით. და ლას-ვეგასში რომ მოხდებით, აუცილებლად გამოიარეთ აქ. თუ არ იშოპინგებთ, ეს ადგილი მაინც ნახეთ. ლას-ვეგასში ახლა არის 28 გრადუსი, ოქტომბრის ბოლოა, ვისაც მოგწონთ ესეთი კლიმატი. ლას-ვეგასი ძალიან კარგი ადგილია ამ მხრივაც. როგორც წავიკითხე, შემოდგომა გაზაფხულია საუკეთესო პერიოდი ლას-ვეგასში ჩამოსასვლელად, იმიტომ რომ ამინდები საკმაოდ რბილია, რაც შეეხება ზაფხულს. საშინელად ცხელი და მშრალი ზაფხული იცის ლას-ვეგასში.